კომპანია Google-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, შესაძლებელი არის, რომ ქვეყანამ გამოიმუშაოს დაახლოებით 500 მილიარდი დოლარი, თუ მოახერხებს ქვეყანა, რომ სამუშაო ადგილებზე დანერგოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. საპილოტო პროგრამა, რომელიც ჩაატარა Google-მა, კონკრეტულად დიდ ბრიტანეთში, ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა კიდევაც ანგარიში, ამ საპილოტო პროგრამამ აჩვენა, რომ წელიწადში დაიზოგება დაახლოებით 122 საათი, თუ გადაამზადებენ თანამშრომლებს, რომლებიც გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ძირითადად ადმინისტრაციულ საქმიანობაში. როგორც ვკითხულობთ, კომპანია Google-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ერთ-ერთი მთავარი და პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გააკეთონ დამსაქმებლებმა, არის ის, რომ გასცენ ნებართვა სამსახურებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საპილოტო პროგრამის ფარგლებში რამდენიმე საათიანი ტრენინგი უტარდებოდათ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტის, ანუ AI-ის გამოყენების და მას შემდგომ ისინი აქტიურად იწყებდნენ AI-ის გამოყენებას. როგორც აღნიშნავს დები ვაინშტაინი, Google-ის პრეზიდენტი ევროპასა და აფრიკის საკითხებში, ერთ-ერთი რაც ჩაატარეს კვლევა, ეს იყო ძირითადად მცირე ბიზნესის სფერო, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფკავშირები და სწორედ ამ სფეროებში გამოვლინდა ის, რომ დაიზოგა დაახლოებით 122 საათი წელიწადში თანამშრომლებისთვის და ერთ-ერთი ბარიერი, რასაც წააწყდნენ ადამიანები მუშაკების სამსახურში, იყო ის, რომ აზრი იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ არის კანონიერი და ასევე არის უსამართლო, სწორედ ამიტომაც Google-ში მიაჩნიათ, რომ დამსაქმებლებმა უმჯობესია, რომ მისცენ საშუალება თანამშრომლებს გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი ადმინისტრაციული საქმიანობისთვის, რადგან Google-ის აზრით საქმე უფრო ეფექტიანი იქნება და გრძელ პერსპექტივაში შესაძლებელი არის დიდი ეკონომიკური ზრდა, ასეთი დასკვნა გამოიტანა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამ კვლევის შემდგომ. ასევე ცალკე კვლევა ჩაატარა საპილოტო პროგრამის ფარგლებში Google-მა თანამშრომლების შესახებ დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 66% თანამშრომლებისა სამსახურში არ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ყველაზე პრობლემატური არის AI-ის გამოყენება 55 წელს გადაცილებული ქალებისთვის, თუმცა მას შემდეგ, რაც დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საკითხზე, 17%-დან დაახლოებით 56%-მდე გაიზარდა შუახნის ქალებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითები.